გამარჯობა მოგესალმებით 401 ეპიზოდი კაცების ეთერში YouTube-ზე 500 მიუკაკუნეთ. ვა, ესეთი ოპტიმიზმი მეტი რა დარჩა 500 მიუკაკუნეთ არის აბა. 500-ისკენ წავედით. მე 500-ში ვარ. აბა, ბიჭო, ეხა გადავავლე ამ ჩვენ იმას თვალი და ერთ განვლილ წამში გაიარა 400. გეგონება აწერან იყო 400. და გახსოვს პირველი რო ჩაწერე? არა, რა თქმა უნდა, პირველი კერა წინა ჩაწერაც არ მახსოვს, მაგრამ ემოციურად სათქმელად არის, რომ გადავავლე თვალი და ესე ჩაიარა წინ. თელმა ცხოვრება. ესეა საქმე რო წინაც არ გახსოვს? არც როგორ არ მახსოვს ეხა დღეს ვიწევთ მეორე გადაცემას სულელი კი არა ვარ მახსოვს უბრალოდ შოუ ვითხოვს ამას ეს არის შენი მსახიობური შესაძლებლობების მაქსიმუმი ეს არის ისე ჩვენი დაბადების დღე არის ანუ 5 იანვარი გვაქვს არა ჩვენ 400-ე აღნიშნეთ დაბადების დღე აქვს ბიჭო ნოემბერში დაიდო მე მგონი პირველი თუ ოქტომბერში აღარ მახსოვს აი მე მგონით რომ გაქვს დაბადების დღე უკვე რაღაცა არა ზუსტად ნახავ კაცო წერია Facebook-ზე ოქტომბერში დაიდო Facebook-ზე რიცხვიც რომ მითხრათ მარტო თვე არ არის დაბადების 18 მატყუარა ხარ შენ და ხოლოდრანიც მატყუარა ვიქნები დამავიწყდა გავიმართლებ თავს არიან ისტორიული ფიგურები რომლის დაბადების დღე არავინ არ იცის აი მაგალითად პლატონი მაგათაც მოგუკონე ეგ იყოს ნოემბერში რა პრობლემა ჩვენ ვარ დაგვარტყას ერთ დღეს 23 23 აჰა 5 დღეში მოვწყულდი 23 რა 23 შეხან დაიდო ესე 18-ში გადავიღეთ ხო რაღაცა ეგეთი იქნება პელეს დაბადების დღის მეორე დღე პელეს დაბადების დღე იცის ამან ისეთები იცის და მე მეუნება ხოლმე ვიღაცა 97 ჩოგანის ის რო არ ვიცი რომელ ტურნირზე ფეხი იტკინა შენ რანერი გულშემატკივარია ვაი ხო ვაი კიდე დავიდე და ვაი გულშემატკივარი რა შეება TikTok-ით არ ვიცი როგორ ხო არ ვიცი იმიტომ რომ ერთი კვირის შემდეგი ამბავი უნდა გითხრა და არ ვიცი რა მოლოდინი არა კარგად მიდის იცი რა მაინტერესებს როდის მიხვალ აი უკვე იმისი რა დიზაინის მოწყობაზე თვითონ აი ყველა რემონტი რო დამთავრებული გავეჯი რო გიდეს და აი რაღაცა რო დადო რო გაალამაზო რაღაცას ფული ეხა მე დავიწყე ახალი ჰობი მაქვს რა ხო მიდი დავიწყე იმის რა ვერცხლზე მუშაობის სწავლა უშენ გაიხარე მე ვიფიქრე ქსოვას ამბობ ის ეს რო დაიწყე გული მომიკუთა არა ეგეც ეგრეა მე დავიწყე და ვიფიქრე ქსოვა თუ დაიწყო დავიღო მაგარია ხო ძალიან მაგარი რა გაგიკეთო სახლისთვის ოღონდ ვერცხლი შენ უნდა მომიტანო არა ვერცხლი თუ მაინდა მეც ოქრო რო სწავლობ არ გამოდის ძვირი გაიგედა დებილობებს რო აკეთებ მე გინდა გადახვიდე ოქროზე მე გადავ მე პლატინა მე ურანი და ესე ირანმაც ეგრე დაიწყო ოღონდ იმან ნავთობიდან ხო და შენ თუ გაქვს ურანი მიეცი ბარემ დადები სახში მე რო არ ვიბინოს რა ბიჭო ისა რა ქვია ძალიან მაგარია რა ოჩა მეც მიყვარს ესეთი სკულპტურული რაღაც საქმეებს რო აკეთებენ სხვები მე მეგონა ხა მეც მიყვარს რა წამო წაგიყვან მეთქი სადაც დავდივართ ხო და არა მე ისა ახალგაზრდობაში ვიყავი მოდელისტი მეთქი მოდელი მეგონა და გადავირი მოდელი რა არის ერთი ნაბიჯია მოდელისტი ან რა თვითმფრინავებს ვაწყობდი რა და იქაც თუ ისა რა ქვია ფრთები გინახიათ როგორ იწყობა იქ რაღაცა ბეწვა ხერხით და ისე რაღაც აწყობდა მიყვარდა ეგ საქმე და ძალიან გვალეშიკობ რა ეტაპზე ხარ შემატკივრო ეხა ვარ გეტყვი რა ეტაპზე ვარ რა ბეჭდის გაკეთება ვიცი ორ შინკაქვია ამას რა მაგ ორი მიანის გაკეთება ვიცი ორ შინკიანი ანუ ესეთი რო არის ხოლმე რა აქეთ იქით და შუაში რო ქვა კულონი ვიცი დაიცა ქვას მეც რაღაცა ბრჭყალებში სვამ თუ არა ბრჭყალის ქვა არა ჯერ არა ჯერ იმაში ჯერ არა ჯერ ვერცხლის მედალს გამიკეთებ ოლიმპიურს ოკეი გინდა სახში დავუკეთე მომიტანე კოვზი ხო გექნება სახში ვერცხლი წამოიღე და გაგრა რა აფიორაში ჩაიტრია ეხა ნახე ვერ არის კარგად საქმე რატო
ესე იგი იმან თურქული დაიწყო მე TikTok-ი ამან ოქრომჭედლობა აი ამისი მეში რა სიტყვის მე იკო წამო კარგად გილას დავდიო რა და მად ხეამი ქვია ესეთი სტუდია რა და წამოდი მიდიხარ და შენ ბავშვების ხედხარ ბავშვები არა ჩემზე ახალგაზრდები არიან რა სამჯერ მაგრამ ბავშვები არა და შენი ვერცხლით მიდიხარ თუ გავხედრებენ ვერცხლით პირველ გაკვეთილზე თავისი ვერცხლი აქვს და მე შენით მიდიხარ და პირველ გაკვეთილზე რომ მივიდეთ თავისი ვერცხლი არ ვიყოთ ჩემში ნიჭი არ არის ჩემი და რა წამოიღო ჩემი და წამოიღო ჩემი ვინ ამუშევარი ხო ალბათ შეიძლება შენ მასე არ მოიქეთ ამ ბეჭდებს დიდი ხანი უნდა გაკეთება როცა დამწყები ხარ ძალიან არ უნდა დიდი ხანი რა 3-4 გაკვეთილში აკეთებ და ესა სახში ხო შეგიძლია აკეთო ინსტრუმენტები გჭირდება მაგიტო გინდოდა ის მაგიდას რო ეძებდი სპეციფიურს მარტო მაგიდას ჩემი საღამორით იწყება იცი შევდივარ იმ დღეს დემოზე სამკითხაო მაგიდა არ წავა? გააქვს სამკითხაო მაგიდა. გადააკეთებს იმას, რაღაცა მაგიდა ეკეთებს. შენ თუ ოქრომჭედლობა დაიწყე. ერთად ავიღოთ ფარტი მე გასაღებებს გავყო. გასაღებებს რატო აკეთებ? ეგეთ ადგილებში მე საათებს ხოზეს და მე მან დავჯდები. მე საათებს რო დავიმატო. კირაცი აფიქათას. თან იმას დავითრევ რა ამას არა? მე სამთებელების დატევა. სამთებელების დატევა და ბრონის დაკვრა. ის მაგარი აჭრილია. იმას რო აკეთებს უგრიდან. მოვაწეროთ, ქსეროქსი არა გვაქვს. ქსეროქსი გადავიდა. მოიცადე. ეს საათია, შენ გასაღებს აკეთებ? გასაღებების გამრავლება. ძალიან ხალხი. ოღონდ სერიოზული რა მანქანას. ერთი კედელი უნდა მომცეთ იქ ბალონკები რა ჩამოვკიდე. უნდა ეკიდოს კი. მე კედელი არ მინდა, მე ნაჩნიკი. შენ ნაჩნიკი გინდა და ესე წინ შუშა. მე ის მინდა უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ, მოწევა და რაღაც არ შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა. საწვავთან მექნება საქმე. მოდი ეს არ გვინდა. მოდი რამეს ვაკეთე. მოდი ქსეროქსი ყორდავა. ქსეროქსი იყავ. თან ნებისმიერ დებილობას მოგითხოვდი წაიკითხე. თან ის საკურსო გეკნება საკითხული ხარ. ქსეროქსი ვიქნა. ქსეროქსი უბრალოდ ძნელი დასაწყებია ბიზნესი. თვითონ ქსეროქსი არ ღირსია ისეთი დიდი. აპარატი. თავიდან ხელით გადა ეხა ფული ჩადოს კაცო. არის კაცოი, ბანკები ყიდიან, ნახმარებს იაფი. გარკვეულია. აპირებდა ეთყობა. მე ის რო ვიყიდე, ერთხელ მინდოდა საჩუქარი. ბიჭო სხვა იდეა მაქვს. ფულის სათულელი მანქანა უყიდე ვიღაცას რა საჩუქარი. რა უყიდე? ფულის სახისა. კურ. რა ხალხი? საჩუქრად რა გაუხარდა? ყოველ შემთხვევაში თავი შეიკავა ცუდი სიტყვების. ხო, ვინმე იუმორის ნაწილი იყო? ხო, ვიღაცა უფლოს უყიდა გაჭირვებულს. მივხვდი ხო. რო დაეცინა, გაენათურებინა. ამ ფორმით გაანადგურა. ხო და იქვე იყიდებოდა ეს ნახმარი პრინტერები ბანკებისგან და ქსეროქსები. არ ყიდაძვი. ხო და მაშინ რა არის? მეც რა გონია. უკვე თუ ესე ვარ. თუ ნახეთ, ცოტა დიდი ოთახი რო აგვაღებია და ეს მაგიდაც წავიღოთ. ვახო ეს რა მოვიქრო. ვახო ეს რა ვქეთ? იქვე რაღაცა. არა, გადავტიხროთ და თონე გვერდა. ვახო თონეს ვერ გაკაჭავს და ლიმონი გაყიდოს. მაგარი. არა, ლიმონი. მაგისა ბლოკების მოხსნა. მოპარული ტელეფონი. მართალია. ბომბარდი. მაგრამ არ დაიჭირო. არა, კაცო, არ დაიჭერე, შეკრული იქნება. ხო, ბლოკების მოხსნა და ისა ხო და ბრონის დაკვრაც გვაქვს რა. ბრონის დაკვრა გვაქვს. ქსეროქსი არა, ეს ხო ქსეროქსი გადა. არა, ბრონის დაკვრა დაუტოვეთ. ის დაუტოვოთ ბრონის დაკვრა. სალომე რაზე იყოს? დამლაკებელი. დიასახლის. არა, ეს სხვა იდეა მქონდა რა, მაშინ კიდევ უფრო დიდი პარტია ვიღოთ და მეორადები. ეგ ისეთი კოსტუმები დადის. მაგის კოლექცია რო დადოს 1-2 წელი გავყრი. კაცო, ქირის ფულს მარტო მაგითი გადავიხი. ჩვენ ხო თავიდან ვინ ამოგაჩვა. თან ბიჭო რა არიცი, სახში არ ეკიდება და იქ ეკიდება. ჩაიცომს, ხო ერთი კაცია, დანარჩენი ეკიდოს, იქ იქნება გაიყიდოს.
ან სალომეს რა გაუკეთოთ იცი? რაღაცა ჯგუფი. მანიკური არა, მეორე კაი. შილაკი. არა, მაგას ცოტა სერიოზულად. აი ისა პასპორტის ფოტოებს რო იღებ. პატარა კიდე. ესე გითხება, ამერიკის საელჩოსთვის დაჯექი. მართალია, სამი კედელი ხო დაგვრჩა ერთი ამაყაი. რაღაცა თეთრი გაუკრათ იქ და ეგ. ჯაფარა. ჯაფარას არ უნდა. ჯაფარას გაუკეთოთ კუბდარი საწყობი. ჯაფარას ისა დანების ლესო. მე ხოსვანი შეიძლება вообще ხელზე ილესოს ის დანები. შო, ისა ვართ რა? ნავართ. დავემშვიდობოთ მაყურებელს. უტრად მისამართი სათმოვიდე. დანების გალესვაკი და. იმზე ვარ. პირიმზე გავხდეთ. რა პატარა რამე უნდა რომ პირიმზე გახდეთ. პატარა და რა. მე რაღაცა ქიმიკატები რაღაცა დავამატო თა. ხო, ეგ თავის ბიზნესი მოიტანს თვითონ. ხო და მაყურებელს მიუმარტოთ. ვისაც მოდი მე ჩემი ინტერესები, მაგრამ ვისაც ჯანგალი, კოუზი. ვერცხლის დანა გაქვთ, ხო, გამოაგზავნეთ და რამეს დაგიმზადებთ. ვერცხლის მედლები გინდათ? არა, რამეს დაგიმზადებთ, რა თქმა უნდა, ზონაში ნაკლები იქნება ვიდრე. მაგრამ ეგ ნაკეთობა იქნება უკვე. აბარა. ის ჭართის ფასით ვიყე ნაკეთობას გას. ეს იქნება, ხო, დავადებ იმას, კაკაბა. ოქროს კბილები კიდე? გააკ. ხალხი ვინც მაგაზე სასაფლაოებზე აუ მოდი ეს გადავიყვანოთ მაგაზე და ვიბარებთ მებს. თმების ჩაბარება. სოთი ვერსია. ეგ თმები სადმე. შო, ეს ბიზნესიც დადგა ფეხს. ახსამლებს რო ნაწნავები აქვთ მაგისთვის? პარიკებისთვის ალბათ, ხო? იმას ეწოდინება ეგეთი. თმებს რო იბარებენ სადმე აქვთ ეგ თმები? თმებს? ხო. არიკებისთვის ალბათ, ხო, აბარა. არიკებს აკეთებ. ხო, არა, დაბაზობთ თმების ბაზაზე. და ცხენის კუდის გაზრდა არ გიგეცე. იმათ უნდა. კარგი ხარ. უნდა გადაიყვანო ეს ხერის კუდის გაზრდაზე. მოდი მე ცალკე მექნება. არა, შენ ყველა ვარიანტი ცალკე გექნება. არა, ყველა ცალკე უნდა გქონდეს, ხა ეს საათი ძალიან ფაქიზი რაღაცა. საათები, მე იქოს უნდა შევეკრა. ოქროს საათი თუ მოიტანეს. შო, ეს საერთო კლიენტი კი, კი. ისე გადავწყვეტ, ოქროს საათი ხო არსებობს ბევრი და ვერცხლის საათი რატო არ არსებობს? არსებობს ვერცხლისაც ეგეც ბევრი. მართლა? ოღონ ძველი ჯიბის საათები არის. ეს ხო, ესეთი რო არის, ხო? ესეთი ვერცხლის არ მინახავს. ხო და რატო? მაჯის მეც არ მინახავს. აჯის ოქროსი ბევრი არის, მიცი. ეგენი ვერცხლი არის. გაშავდება? შავდება? არა, აი კარგად თუ დაამუშება იმე. პროფესიონალი. ვერცხლი მკითხე. ვერცხლი უფრო რბილი ხო არ არის, რომ კბილანაში მე არ. არა, ანუ მე ხა ჩემი კუთხიდან უყურებ. ბიჭო, ის კბილანები ყველა ვარიანტში ფოლადია. ხო. არა და თან ხო როგორც ისიც რო არ დაიღუნოს, შენადნობს ურევენ სხვა რაღაცას, რომ რაღაცა რბილი იყოს. რო იცის ადამიანი. ეცი. აჰა. ესაა კაცი. გადავიდეთ ახალ ამბებზე თუ ეს არის ახალი ბიზნესი გვაქვს და აღარ გვინდა. იმას პირიმზე დავარქვი, ხო ვერ დავტოვეთ პირიმს, რაღაც უნდა დავარქვი. პირიმზე არ შეიძლება ხო საავტორო. პირიმ თვარე დავარქვათ რა. თან ასოციაციურად. პირიდან და როგორ იქნება, იცი, მაგას პირიმზეში ვერ გაგიკეთებენ, პირიმ თვარეში. პირიმ არ არის პრობლემა პირიმზე ის იმაში. თუ გინდა პირიმ თვარე დავარქვათ და ღამე ვიმუშაოთ, ნახე? ის არის მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის. სხვა რაიონ შეგიძლია დაარქვა. ხო. პირიმზე პლუსი. შეგიძლია და პირიმზე 2026 დავარქვათ. შეგიძლია ნომერი მიაწერო და უკვე არ იცვლება, რომ იგივე სახელია, დაგირეგისტრებენ ჩვეულებრივად. აჰა. რაღაცის სახელი აქვს მოპარული. კი, როგორც იმის მიაწერა 4-ს. აჰა. ეს ბიზნესიც აეწყო. ეხა მაყურებელს ხო თუ რამე ეს კოუზები გაქვთ, ბალონკები გაქვთ გასახებების მემოვაც. საათები იყოს და ძველი სამაჯურები რაღაცები. მოდი ფარტი მოგცენ და მაგებს მოვაგროვოთ რაღაცნაირად. ფარტი მოგცენ რა უნდა წავიდეთ ვიქირაოთ ფარტი. კაი აყურებელს ადგილზე. თუ თხოვ ბარემ იქნება აქ ვიღაც ეს ექსპერიმენტული ფარტი. სტარტაპ. მაშინ არა ექსპერიმენტული სივრცე. ხო, სივრცე კი. ჩვენ ცოტა ახლები გავხდეთ რა. ხო, ნახევრად სარდაფი უნდა იყოს. ხო, ხო. ამ ბიზნესს. რამდენიმე საფეხური ხდება. პანჯარა არ კი, უხდება. კანი როგორ ისე მიდინახე კი, ჩადი ნახე. ჩადი მაგას კაკაბა მიხედავს. ერთი სერვისი დამახსენებ. კამრის გახურეთ. ბიჭო, არის აი ეს დანების
არ ტემუზე ესეთი რაღაცა. წერტო ჩასავით, მაგარი ხარ. აი, ნახე ხა გამოიჭი. რაღაცაში მაგარი ხო ხარ და თან ერთი ნახრიც გაკეთება, მე ხო სუქტები გავხდები. გავხდები რა გინდოდა. სუქტები და სუქტები. არა, როგორ დაგრე. ხამრის დაგრძელება გინდა შე. არა, დაგრებული მაგ 12 კი. გაუქმე, ნახრუეთის გაუქმე. ამოშენება. ხო, ისინი არ უნდა გადაყარონ. ლარიღის და ეგ აპარატი ღირს 10 ლარი. ძალიან მოგებაში ხარ რა. 10 გახვრეტის მერე სულ მოგებაზე გავა. დაბლაგდება და გვერდზე გიესოს. თან ბევრ ამეში გამოგადგება რა ეხლა რაღაცის გახვრეტა მოგინდება. აი ქსეროქსზე ვიღაცა მოვა ისინი და მაგასთან ერთად შეიძლება კონდეს ისა. კნოპკების დამაგრება. მოკლომით. ხო. ეგ ცალკე არის. და ზმეიკების რემონტი. აი საქმე. ამ კნოპკებზე რომ მოდის ვიღაცა, ხო? შენეუნები რომ ერცხლის ხო არ გინდა. ეგ მე იქვე ვარ გადმოუშვი. და მე სხვა შორის გასაღებზე ვინმე მოდიან მეუბნები რომ ამ გასაღებს ეხა ერცხლის კარგი ბრელოკი მოხდებოდა. აი ესე რა, ესე შენ ინსტრუქციები თუ დაგჭირდა. ქსეროქსი რამე არ მოგიხდი. მაგარი საძმოჭა მოხდა. ბიჭო, აი ეგ არის, ერთად რო დავდგებით, ხო ხედავ ყველაფერს. ეხა ის სისხლის საერთოც რო აგოხვანია. კაი, მოდი ახალ ამბებზე გადავიდეთ. ახალ ვიზები. რუსეთი. კვაკლია. გასაგდები ვარ ქვეყნის. რუსეთი და ვალიუტის გადაცემა. So, კომპანი კამბი გემი ვარ. ქვეყანა. შევცურავთ ბიზნესში. უვიზო რუსეთი. სამთოქიმია ვარ თუ. რა იცი? ეს რამდენადაც დაამატებს ხო წარმოგიდგენთ. ამას რო ავიღებ. გასაღებებთან ნახე დაოჯახების ცენტრი თუ არა. ამ სარდაფს რო ავიღებ. ცოტა პარტი რო დაგჭეს რო გავაკირა. რაღაცა სხვა ოფისებიც რო იყოს. არა, ვიღაცა უნდა იყოს ამოვარდნილი რა რაღაცა. მუხრანის დედალს უნდა ყიდდეს. დამწყები ნოტარიუსი და შეუშვა. რაღაცა პარტიც რო გაგვაქირავებია, უკვე მართლა სამთოქიმია ვართ რა. მე იქ რასტვარი მიყავის ქალს დავსვამ რაღაცა. წარმოვიდგინე. რასტვარი მიყავის ქალი წარმოვიდგინე. ანუ ის კალი ყავს ვერ სვავს. და ეგეთი ადგილი თუ ვიპოვეთ აი ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე ან ტაქსების სადგომთან აშენებული ვართ რა. აი, ყავა მიდის მანდ კარგად, ხო? თუ რატო? ყავაც კარგად მიდის და სხვა სერვისებიც კარგად იქნება. კი, და ტუალეტი თუ გვიქნა შევუშვეთ მძღოლები. და გაზეთებიც რო ყიდო შენ. არა, გაზეთები. აღმოჩნდა. არა ხო? გადავიდეთ ახალ ამბებზე, რადგან წინასწარ ვიწერთ ამ გადაცემას, გვაქვს ამ დროს რა მოხდა სხვადასხვა პერიოდში. ამ დროს რა მოხდა ები? 1784 ამ დროს 3 ივნისი. ხო, 3 ივნისი, 1784 წლის 3 ივნისს ანაპოლის ჩამოართვეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის სტატუსი და გადაეცა ვის? ფილადელფიას. ვაშინგტონს? ესე უნდა მეკითხა რა შენ. ვაშინგტონ. არა. ფილადელფიას. არა, კონგრესი გადავიდა ნიუ-იორკში ამ დროს რა რო ჩამოერთა და ვაშინგტონში მხოლოდ 1800 წელს გადასულან 3 ივნისს. ხო. აი ესეთი ახალი ამბავი. აი ესეთი რაღაცა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ეგ რო გაგვეხსნა ჩვენ მაშინ ნიუ-იორკში. კონგრესის შენობასთან. ხო, აი შენ რო ბუჩქებში ესეთი იმას. მანამდე იყო ანაპოლისი. დაბოდიალობდა. ეს ანაპოლისიც ცოტა ხანი იყო. კონგრესი დაბოდიალობდა მაშინ. ბიჭო, ფილადელფიაში არასოდეს არ იყო დედაქალაქი. რატო მახსოვს რომ იქ თუ მოაწერეს? დაბოდიალობდა იქაც იქნება. იმას რო ქვია. იყო. დეკლარაცია ამერიკაში დაბოდიალობდა თუ სანაპიროზე? დეკლარაციას აუყურებელი. კი, იმ კინოში არის. ჩრდილოეთში რა. ამერიკის სანამ ვაშინგტონი აშენდებოდა, დაბოდიალობდნენ ხანსადიყვნენ ხალხსა და მე იქ დაფუძნა. კაი უქნიათ. აი ჩვენ ლაზიკა რო შენდებოდა ჩვენ და ზუსტად. ოღონდ იქ აშენდა.
1785 წლის 3 ივნისს ფრანგმა 1785 მიდი. ფრანგმა ფრანსუა ბლანშარმა ლონდონში წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის პარაშუტი. რა თავია. სულ ჩემი თემების გარშემოების ტრიალი რა. რომლითაც საჰაერო ბურთიდან 300 მეტრის სიმაღლიდან ძაღლი გადმოაგდო. გადმოაგდო სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ნუ ესია რა. ხო. გადმოსხა. ხო, პარაშუტი ამ დროს ახალი გამოგონილი იყო და ლონდონის ყურადღება მიიქცია ამ ფაქტმა. 1793 წელს როცა მისი საჰაერო ბურთი ცაში აფრინდა, მას უკვე თვითონ მოუწია პარაშუტით გადმოხტომა. ძაღლმა რა ხარო კარგად ჩაიარა ყველაფერმა. აფრინდა თუ აფეთქდა? არა, მე აფეთქდა 1808 წელს საჰაერო ფრენისას კიდე აფეთქდა და დაიღუპა. ეს კაცი? ხო. ან ვერ გახსნა, ან არ ქონდა, არ ვიცი. აი არასვენებს გამჩენიერი მაგკაცი. გადმოვარდა, ანუ საჰაერო ბურთიდან გადმოვარდა. ფრენია იმ პირობებში. გულის შეტევა დამართნია და მაგიტო და გადმოვარდა. უიტად. არა ვერ იმასქნა რა. რაღაც ტრაგიკული ამბები. მაგრამ ის არის რა გინდა, კაცი გამომგონებელი. ხო, ამ კაცს რო შეხედავ გეგონება რომ ამ კაცის გამოგონებამ რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა. ხო და რა გვარია ეს კაცი კაცი? გეგონება და ეს კაცი არის ფრანსუა ბლანშარი. 1846 წელს 1806 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკას გამოსტაცა იერბა ბუენა. შემდეგი წლიდან ამ ქალაქს ვიცნობთ როგორც სან-ფრანცისკო. ნახე. იერბა ბუენა, თუ იტყვი რომ ჩახვალ და იერბა ბუენაში ჩამოვედიო, იტყვი. მაგარ პატივსქცემი. ეს არის ნაღდი სან-ფრანცისკოელი. აი როგორც გოლოვინის პროსპექტს რო იძახია, აქ აი ეგრე იქნება. ბუენა არის კარგი. იერბა არის. იერბა ალბათ ოქროა. ეს ხო გოლდენ გეიტი ქვია მხიც და შეიძლება ეს ხიდის სახელი იქიდან მოდის. ნამყოფი ხარ? არა. იქითა სანაპიროზე? არც აქეთაზე. აქეთაზე როგორ არ ხარ ნამყოფი? სამ ამერიკის იქითა სანაპიროზე ნამყოფი ხარ? არა. West Coast-ზე. ხარ ვარ. West Coast. ესე უნდა გაიგეთებინა. და მე რომ მე ისწე ვარ ნამყოფი. იო. 1896 წელს ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზა უნდა აეშენებინა. ამაზე ახლა ცხობილი. რომელ წელს? 1896 წელს. ეხლა რა ბაბა, ეხლა ჩინეთი აშენებს ყველაფერს აქეთ პირი. ხო და ეხლა მაგას შენებს სხვადასხვა. ეხლა მიდის რაღაც იმ თუ ნავთობსადენის აშენება უნდა და მიდის თქვენ აშენებთ თუ ჩვენ. 1945 წლიდან ჩანჩურის ყარი, ჩანჩუნის და 1953-დან კი ხარბინის რკინიგზა ეწოდება. ჩანჩურ ხარბინის მაგისტრალი. არა, ის ხო ჩანჩუნის. ჩანჩურა არ ჯობია. შემდეგი გაჩერება ჩანჩუნი. ჩანჩური. ესე აცხადებ. ხო. ბოლო გაჩერება გთხოვთ, განთავისუფლოთ როგორი. ანუ ეს საიდუმლო დაშენებდა რუსეთი. ანუ საიდუმლო ჩაიშთა მაშინ ნებისმიერ შეთანხმებას აიდუმლო. იაპონიას მე მაგითო დაიწყო. გაიგეს იმ. გაიგეს და რატო დაგვიმალე თუ ძალიან ეწყინა. მე როგორ არ გამაგები. იაპონიას ნათქვამი მქონდა ერთად იულიუსებს და რკინიგზის შენობებას. არ გავუყაროთ. მე არ გავუყაროთ. რო გაიგო ესეთ არა, თვითონ აპირებდა. და დაასწრეს, იდეა მომბარეს. ეს ვერსია შეიძლება. აგრა გაბრაზებულა იაპონია დანაპირს არ ხსნიდა თუ. სხვანაირი რაღაცა მოხდა, მაგრამ არა უშავს. მიდი გითხარი რა მოხდა. საინტერესოა. მათ რო გაგვახსნევია ახლა ჩვენ. მაშინ სხვანაირი სამყარო იყო რა. ჩინეთის დაპყრობა რომ უნდა და იაპონიას კი არ წვენოდა ამის, ან კი არ მალავდა. უნდა და ეს რკინიგზის თუ მიასწრებდა რუსეთი, უკვე რუსეთი შემოდიოდა საქმეში. მოგერიება რთული იქნებოდა რკინიგზით მომარაგდებოდა და ამიტომ ამთავრებდა ჩაერთო იაპონია. რუსეთს ეომა და რუსეთ-იაპონიის ომები კი გეცოდით. კი კაცო. პორტ-არტური. ბაბუაჩემის მამა იყო პორტ-არტურში. და პიპინი. და რა სხვებოდა ბაბუაჩემის. მე ბაბუაჩემიც სუდათ მახსოვს. პორტ-არტური ხო? ის საერთოდ არ
რამე ხო არ დაუტოვები მემუარები. არა. რო დააქცევო ხოს. ხო და გამერცხლის რამე? გამარხანჯალი. საათი. საათი ხო. ჩინეთის ამბავი გავიარეთ, შემდეგ არის 1938 წელს რაიხსტაგმა მიიღო გადაწყვეტილება დეგენერატული ხელოვნების ნიმუშების გერმანულად Entartete Kunst ხელოვნება, მაგრამ Entartete არ ვიცი რა. თქო დეგენერატული Entartete Kunstis სრულიად ამოღების შესახებ. და მე სპეციალურად გამოფენაც გააკეთეს რაღაცნაირად კილიკით გააკეთეს გამოფენა და ხო იმპრესიონისტები, კუბიზმი, სურეალისტები, ბაუჰაუსის სკოლა და ყველა ეს ხალხი და ეს შემოქმედება აღმოჩნდა ამ გამოფენაში, რომ ეს დეგენერატული იყო. ხო. რანაირი უცნაური გამოთქმა. ეს დეგენერატული გამოფენა მოგიწყვნია. და უმეტესობა ხალხმა, ვინც მივიდა ამის სანახავად მაშინ, იქ ნახა პირველად ეს ნამუშევრები რა. საერთოდ. ხო და უცნაური რა არის, ამ გამოფენამდე ჩაატარეს კლასიკური, აი რასაც ხო. იმათ რომ მოწონდათ ეს. რეალიზმი რა, ანუ ჩვეულებრივი რეალურად და ამაზე მივიდა გაცილებით უფრო მეტი ხალხი ამ დეგენერატულზე. აინტერესებდათ. ბეწვია გადარჩენილი ვარ გაანაკვირდა. იმ ფაშისტებმა ხო. ეს აგზარულიაო და თითქმის მთლიანად ეს კოლექცია წავიდა. რაღაცა წავიდა ფაშისტების ზოგი პერსონალურად საცავებში და ზოგი სიდედრებთან. ზოგმა სიდედრებთან გადამალა. ცოდნია და რას მახონ. ესენივე დაასაწყობეს და ინახებოდა ზიგენში. ფილმიც არის ეგეთ ნახე იქნება შენ ალბათ არ ამგონი. რა ფილმი? რამდენიმე მილიარდის ნახატები იყო აი იმ ერთ გამოფენაში. ეხლანდელი ფულით. 1946 წელს უნგრეთში ეს ხო არ გაგვეხსნა იმ სისულელებს რომ დეგენერატული მილიარდიანი ეხა სხვანაირია ცხოვრ ეხა რომ დეგენერატული გამოფენა გახსნა დეგენერატის გარდა არავინ არ ეხა ხალხს პირდაპირ ესმის 1946 წელს უნგრეთში გამოვიდა ბანკნოტი 1 მილიარდი. არა, არ არის 1 მილიარდი. აწერია. 2 მილიარდ. მილიარდი მენგე. რაც წარმოადგენდა მილიარდ პენგეს. მოიცავ. არ ვიცი, ვერც მე არ გავიგე. 2 მილიარდ ბპენგო. ცოტა ხანში კი სოფლიოს გამოიცა რომელსაც გამოვიდა. სოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი რიცხვი სექსტილიონი პენგე. გამოსულა ცოტა ხანში. 1021 ხარისხი. ოჰო. ესეთი ინფლაცია კონდათ. ხო. რატო უშვებდნენ? მაგდროს რაღა აზრი აქვს რომ უშვებდნენ. დრაქნა. რა ფოტოლი მოეწყიდა. ხო, პრინციპი ცარიელ ქაღალდი უბრწვილი. ხო რა. A4 ფორმატი აიღე წადი ბაზარში. და თან როგორ იხდი? ცი რამ ხელასაც მოახდო. ბიჭო. და მათემატიკა რა კარგად ეწოდინებოდათ ბავშვებს, ანუ ხო 1021 ხარისხი ხო ეხა ისე შეიძლება მე მგონია რომ არავინ არაფერი ეცოდა უბრალოდ იცოდა რომ ამ ფურცლით ერთი ცალი პური მოდის და 1021 ჩვენთანაც ხო იყო მე მახსოვს პურზე მივდიოდი მილიონით მილიონი კუპონი წავსულად ხო მაგრამ 1021 ხარისხი ერთი წამი ჩვენთან მეც დავდიოდი მილიონი კუპონი ხო და მე კარგი თქვი მილიონი სტაფილოსფერი არის ხო ხო მოწითალობა ხო მაგრამ სტაფილო არის შევებოდა ეს შევადარით ვერასოდეს სადღაც მქონდა იგენი ერთი და დავძებნო ეს კუპონები? ხო. მეც სადღაც შენახული, მე ისა მაქვს კოლექცია, ანუ ნუმიზმატიკით გადაცებული მონეტები? ხო და მონეტებითაც და ქაღალდის ფულიც მაქვს. და მე შენახული გაქვს. მე დავხარჯე. გავიქნიე მთელი. სადღაც გააძრე რომ იღებენ ხო? ბოლოს ეს ხაჭაპურს იყიდი და ეს რა თმინდაო და 25 მონეტიანები და 10 ლენინის თავია. კი. შემთხვევით ის ხო არა გაქვთ ძველი ვერცხლის მონეტები. სხვა შორის ვერცხლის მონეტები მე გაშოვნინებ ნიკოლოზის ვერცხლის მონეტები. გაშოვნინებ, რას ქვია? ან ფულს თუ გადავიხდი მეც ვიშოვ. არა, გადაგაცვლებინებს რაღაცაში. აბა აი მე მაგას გაშოვნინებ არ ქვია, გაყიდინებ ქვია. სახს რო ვაში. რამე დიდი პოტასი რო ჩამოგივა. ხო, გადაგიცვლი თუ გინდა ვერცხლის მონეტას. როგორც კი. დიდი ან პატარა ანუ მე შენ სახს აშენებ რა? სახს რო ვაშენებდი
განძი იპოვე. არა. თან ის ჟიჟემი. სახს ვაშენებდი? გითხარ. საიდან გაიწევი? მითხეს რომ საძირკველში უნდა ჩაყარო ვერცხლის მონეტები. და ჩაყარე? ბეტონი ჩაასხო ეგ არ გითხარ. ბეტონამდე. და ჩაყარე? ანუ მოვიდე მოგინგრიო? სახს შენებლობის წინ რატომ მიხვედი ჯადოქართ? არ მიხვედი არ შენებელთან რატო არ მიხვედი? შენებელმა მითხრა. ეგ არის ყველაზე საშიში. გაქცეულის მოbrunებაზე არაფერი არ თქვა. და სად იყიდე ეს ვერცხლის მონეტები? და მე თუ გითხარი ეხლა და რაღაცა ვიყიდე რა ნუმიზმატებთან. სხვა შე ძალიან იაფად. ძალიან იაფად ვერცხლს რა ძღირს იმაზე იაფად ვერ იყიდი. იმაზე იაფად. ჩასაყოლებელი. სპეციალური არის რა დაუშვათ ის არ შეიძლება. კი აწერია ჩასაყოლები. ხო, ჩასაყოლებელი. რომელი იყიდე ის? არის გადასაყლავი. რომელი ახატია უროთი რო ურტყავს ეგ ხო ორგანიზ საბჭოთა? უროთი რო ურტყავს ის საბჭოთა. ხო, აბა. ნიკოლოზის დროინდელი. და სახლის შენობაზე ნიკოლოზის არის? კი, ნიკოლოზს ურჩევენ, კი. ნიკოლოზი მიდის, მაგას არ ჯობია არც ერთი. კი, ხონახე დაამთავრა საფე ბავშვი. კოლონების ქვეშ უნდა გაუშვა ისინი რა ქვია 20 კაპიკიანები. შაჰაბასის დროინდელი. და არ გინდა ძმაოც. არა, ინტერესია. ზოგადად რომ მიიღო. სულ წერტილებში რა უნდა დათო, სულ წერტილებში რა უნდა გაუშვა. ქაღალდის ფული რო არ ატარებს იმას რა ლამინირებში კანალიზაცია უნდა გააკეთო და უნიტაზი დააყენო. მან ამადო ვალუტა არა. ვერცხლი. მან ვერცხლი მან ისა ჩვეულებრივ რკინის ლენინის თავიანი მონეტა რა. ანუ ეხა არის 3 ივნისი ერთ კვირაში იწყება უკვე ჩემპიონატი თითქმის ერთ კვირაში. ხო. როგორ ემზადებ? სადღეღამისო ცხოვრებაზე გადავდივარ მე. ოჰ. ვისკენ ხარ? ამ ჩემპიონატზე. მე გოპრობო. აურა. ბიჭო, მე ბრაზილია და გერმანია. ხო. ხო და ერთმანეთს რო ხვდებიან არ მიყვარს ერთი. წელს არ არიან ეგენი. როგორ არ არიან კაცო? რატომ ატყუებ? რავი, მეთქი მოტყუდებოდი უცებ. ნუ ცოტა ხანი გაერთობოდა, მაგრამ არა. შენ ხო ადამიანს არ შეარგებს სიხარულს. 11-დან ეხა ჩემპიონატი რო დაიწყება. ლუდის სეზონი ხო შემოდის. შემოდის. და საქაბაბეც იმუშავებს სადღეღამისო. მას რა სადღეღამისო რა ამუშაო? ბიჭო, იმიტომ რომ ღამე არის ეს თამაშები და რაღაცა იმას შევიდა. ტელევიზორი გააქვს? ტელევიზორი როგორ არა? არა, ხო შეიძლება რომ ჯერ ვერ იშოვე. საქაბაბეში საქაბაბეში არა კაცო, საქაბაბე გამოძახებაზე იმუშავებს სადღეღამისო. მეთქი ის ისა. დადგება ეხა ფეხზე დამდგარი რა. რატო? ანუ სკამიც არა გაქვს. სკამი მაქვს. ხამე რო შეიტანოს კამები. ტელევიზორი იწყება, ქაბაბი, ყლუდი. მაგიდებია მაღალი და აქ რო დაждდა და აქ მაგიდა ქონეს. დაბალი მაგიდაც რო შეიტანო. მიწარო დაყარო და მაღალი სკამები შეიტანეთ კი შედალოცილო, აი ამ ხელო. ამი დღევანდელი ჩვენი ახალი ამბები დამთავრებულია. აბა, კარგი ხარ? ახალი ამ დღის წარსული ამბები დამთავრებულია. სტუმარზე გადავდივარ და ჩვენი გადაცემის სტუმარია გია როინიშვილი. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. როგორ ხართ? მადლობა, როგორ ახართ? ერთი ადგილი გვაქვს რაღაც პარტში და თუ რამეა. რაღაცა. ნუ ეხა იმ ხელა არა გვაქვს რომ თეატრი გახსნა. რაღაცა სამსახიობო დიდი სიამოვნებით. სამსახიობო კურსები შეგიძლია. ისმენდით და დიდი სიამოვნებით. მართლა ერთი ოთახი მინდა რომ თქვენ გიყუროთ. შუშიადი. ხო, ამაშიც ფულს გავაკეთე. ხო, თან რამე რო კასეტების გადაწერა. ვაა, რა მაგარი ბიზნესი გაიხსნა. კი, და მაგარი. სხვა შეხ ეხლა ხან ვისარგებლე მაგ ბიზნესით რა. ჩვენთან არის სტუდია და ფოტო სტუდია და წერენ და ძველი კასეტები მქონდა. მე ციფრულზე გავაციფრულე საოცრებებს უყურე. ეს მეგონა რომ რაღაცა სხვა რაღაცას ჩემი თავი ვერ ვერ. რა გეჩქარებოდა აგერ გია აკეთ. გამოიარე. და ბევრი ექნება ხო ძველი ვიდეოები და კი. თქვენი ძველი გადაცემები მომეწი წინა და გასაწევი. ყველა გავაციფრულოთ ყველაფერი. ეხა ოჯახიდან ბოლო ხარ. ამდე სხვანაირად ვიცოდი. ყველა ნამყოფია ჩვენ გადაცემა. აი, კაი კოლექციონერი რო კოლექციას შეავსებს რა. რას ლაპარაკობ? ერთადერთი თქვენ ქალიშვილს ველაპარაკე გუშინ. თქვენი პატარა ბავშვია დარჩენი, რომელიც 1 წლის არ არის და 1-5-6 წელი აღარ შეგა.
არა მოსასვლელები. მე 7-ია. ისე ყველა ერთად დაგეპატიჟები ნახა ჯობდა. იაფად გამოხედოდით. პირიქით კაცო, ყველა ერთად ხო ხარ სახში დაგპატიჟეთ ყოველდღე. კი ბატონო. 4-7-ზე პატიჟებოდეს მე არ. თქვენ ნუ გეშინიათ. სერიოზული ძაღლი. მე თქვენთავს არავის დავაჭაგრია. ეს რაზე მყავს იქა? გასაღები ხო დავიწყდა. კი. მაგარია გასაღები. ძალიან მაგარია, ძალიან. თუ გინდა. საერთოდ ძალიან კაი იდეაა ეს პროცესი. თუ გინდა შენ ესეთ მწყერ გასაღებებზე იმუშავე და მე ბაბოჩკა გასაღები. ეს შედის არა, კაი სამუშაო. ვინმე რომ მოვა, ეს დახედავს, ამაზე გია. ამაზე იქით. კედელზე კედელი ხო აქ? გამოგრული იქნება. გია და ნომერი. იმიტომ რომ ხშირად არ ჭირდება. ხო, და დაურეკე. ხო, ვიღაცა რომ მოდის ხო მოვა, გია და შაბათობით არის ხოლმე ხარ. არა, ორ შაბათობით თეატრი არის. მე ორ შაბათობით ვისწორია, კაია, ძალიან კაია. და ვიღაცა რომ შემოწია. ბატონო გია თქვენ. კუშინ გიხურეთ. ხო, რა იყო მე? პასუხი უნდა იყოს ეგ, ხო რა? არა, რა თქვენ თქვით არა, გავარ. რა ხდება აბა ახალი? მე მეკითხებით ამას? აბა. აი ხა. აზე რა ვარ. დღეს არის 3 ივნისი, ხო? ესე ხო, ეთერში ესეა და ჩაწერაზე მივხვდი. აქედან რო გახვალთ, მე თქვით ნაღდით არიღი და ეხა ჯერჯერობით 3. და მე ცუდად ამას დაცდილი 3. რატო? ესე იგი 30 წელია უკვე ამ დღე, როცა მანქანით დავდიოდი, ხო აღარ დავდიოდი მანქანით. როცა მანქანით დავდიოდი, იმ დღეს მანქანით არ დავდიოდი 3. ეს დღეს იმიტომ დამირეკა მეტროთი როგორ მოვიდე თქვენ აქ? არა, აი ხა აღარ დავდიოდი მანქანით. არა, როცა დავდიოდი მანქანით 3 მინუტს, იმიტომ რომ დიდი ავარია და ის ძალიან ცნობილი ამბავი. აი, ოჰო, აი ზუსტად 3 ივნისს. ეს ისე ბოდიში. არ გაქვს კი, მოსმენელი დაჭირსო მანქანა. ეს ბიზნესმა მოყვა კაცო ეს საოცრად. დამირეკა იმის მე. სანამ გავიდოდა ეთერში ეთყობა იფიქრა რომ ამას რა რეაქცია ექნება ეხა ეს წინადრეს დამირეკა წინადრეს და ბიჭო ის იმაზე ვილაპარაკე რა ქვია თან ის სხვა ვითომ სხვათაშორის ხო იმაზე ვილაპარაკე აი ეს რაზე აი ეს კოვრიკების ამბავი რა მეთქი მე ხო და არა რო იცოდე რო რატომ მირეკავ მე არა რო იცოდე ამოჭერი მე აი ხა რა ამრავო კურამია ნათქვამია რა ხო არა ნუ ეხა ეს თვითონ ამატებს კაი ჰუმორი აქ ხო რა თქმა უნდა მართლა რაღაცებსა რომ მოვიდა კი კაცო კოვრიკები რა შევი კოვრიკებს არა რაღაცები რომ მოუყევი მართლა ბევრი ნაწილი ჩამოუწა ის ძალიან დრამატიზირებას უკვე ხო და მიყურა და ბიჭო კოვრიკებს ყიდიო და რა დრო $4000 შეგეძლო ვაკეში ბინაკი არა კარგად ხვება ეგ ეს ის დროაო როცა $4000 2000-ია საქართველოს ბიუჯეტიო $2000 ის გამახსენდა ბიზნესზე სიდეტრი გარდაიცვალა და ბედნიერი კაცია ვაფშე იმიტომ რომ გარდაიცვალა ორივეს ამას ამოჭირთ და გაუგზავნეთ ბედნიერი კაცია სიდეტრი გარდაიცვალა არა კაცო თქვენი სიდეტრი კარგად არის არა თქვენი სიდეტრი მოსაყვანი მოვა გამახსენდა მოვა დაურეკე სამა ხო და დედასაც მედია ერქვა ბიზნესს და სიდეტსაც და თან ნანა ისი მეორე ჩემი კლასელია და დედა მედიკოს ვიცნობდი ახლა ბავშვობიდან რა და გარდაიცვალა ჭუ ვერ მოახერხე მისვლა დღე დილ გავიგე და საღამოა უკვე გვიანი რა და რაღაც საქმეები მქონდა და ურეკავ იქვე ვარ ის ქუჩაზე რა და თქი ვერაზე და თქი ჩაუხვევი სადღაც 10 საათია 11:30 და რა ალეო ხო უთხარი ესა რო ამოვიდე მეთქი ხა ხერხული ხვიძავთ მეთქი კიო ბიჭო ხوار ძინავს მეთქი ისაც ძინავს იმაში ვერ გააღვიზებ და ამოდის კაი უმორი კი თეატრში რა ხდება თეატრში რა ვიცი პრემიერები სპექტაკლები მაყურებელი დადის ხო ეგ უკვე კაია კი დადის მაყურებელი ხან ასე რა ვიცი თეატრი ხო იცი ესეთი რამეა
კინო გაჩნდა ამ ქვეყანაზე დემოკრატიაც. ტელევიზია გაჩნდა. ტელევიზია გაჩნდა ეხლა ინტერნეტი ემუქრება, მაგრამ აი ეს ამუქარები მიდის და თეატრი ჯერჯერობით არის რა. ჯერჯერობით კი არა, რაც იყო ჩემ ბავშვობაში თბილისში თეატრები, ეხლა არის 5-ჯერ მეტი. კი. იცი რა იმასავითა ერთ-ერთი ძველი პროფესია რა. ანუ ძველი საქმეა ასე ვთქვათ. უძველი და რომელიც ეგ და ვერთხზე მუშაობს. ერთ-ერთი უძველესი პროფესია. აი ესეა რა. ეს არის საოცე უძლებს. რატო იცი? ცოცხალი შეხება სადაც არის. და აი კი, რა თქმა უნდა. ცოცხალი, აი ხა მე თქვენ ემოციას ხარ. მე თქვენ რო გიყურებთ ვიმიდან ეკრანიდან აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს რა. და ეხლა თქვენ შორის რო ზივარ, საერთოდ სხვა და აი ეს კონტაქტი და ეს ქიმია რა. ეს ქიმია, ხო, ეს თეატრში ყოველდღე ხდება და ამიტომ ალბათ ხელოვნური ინტელექტიც ვერაფერს ვერ უზობს და ვერც ინტერნეტი მით უმეტეს ხელოვნებას. ეხლა ხო შეგიძლია მაგალითად რომ სოფლიოში რაც კი არის შედევრები, ამოგიგდებს ყველაფერს ისეთ ფერებში გაჩვენებს. ხო, მაგრამ აი ის გინდა რომ აინდამაც იქ ჩახვიდე და პიეტა იქნახო, ხო? ეს სურვილი ხო არ გიქრება რა. ამათ გასაგებიანაზე ვთქვა. ფეხბურთზე რა, ტელევიზორში უყურებ. ზუსტად. ხო, გინდა. ხო. ხო, აი ზუსტად ეს რატო სტადიონის გამეორება რო ქონდეს იდეალურია. აი მაგის არის ინტერნეტი იქვე. გამეორება და დიდად. აქვე ახლოს ხო, დიდად რო იყო. და ისა წამოწეული იყო და რო გადაბრუნდები ეს წამოვიდეს აქედან და. ხო. აბა სხვადასხვა FIFA-ში ისეთ ხალხი არ შეიძლება დაავალდებულონ ფეხბურთელები რომ გოლს რო გაიტან. თამაში კი არ გაქვს, ჯერ გაიმეორე. ეკრანზე კი თვითონ. თან ისე გამეორება რა ნელა. ცოტა მათახიობა ჩემო. რამე თეატრში ამდენი ხანი გასაგებია, ალბათ იცვლება და ეხა რა უფრო უყვარს მაყურებელს თუ ისევ ძველი სპექტაკლებიც. იცი რა, მაყურებელს რასაც კარგად შესთავაზებ, თქვენ ხო იცით ხა ეს პროდუქტის შექმნა თქვენი ის არის პროფესია. ჩვენიც. ხო და რაც საინტერესოა მაყურებელს ხო აი რა არის საინტერესო გამკითხავ. აი რასაც საინტერესოდ გააკეთებ ის კინოდელი იყოს გინდა. ხო, ეხლა მახსენდება იმ თეატრზე ძალიან ახალგაზრდა ვარ, ახალმისული ვარ თეატრში და ხო ხდება ხოლმე რომ არ ხო გქონიათ რომ რაღაცა გადაცემა არ გამოგსვლია და არ გაგიშვიათ მე ეთერში. არ მამა კეთრა. ხო და მე მქონია რომ შემთხვევა არაერთი რამოდენიმე ბევრი არა, მაგრამ რომ აი არ გამოსულა რა სპექტაკლი. რეჟისორი კარგია, მსახიობები კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ რომ აი არ გამოდის, ნუ. ხო და ეგეთი ისტორია იყო ესეთი, რომ იცი რა ძალიან ცნობილი დრამატურგი არ გითხოთ ეხა გვარები არც ეს არ ვიტყვი მაინც. ძალიან ცნობილი დრამატურგი. მე მაინც ვერ დავიმახსოვრე. ცნობილი დრამატურგია ძალიან კარგი რეჟისორი დგამდა და მსახიობები მშვენიერი ხა. და რა სპექტაკლი რა უნდა დაუდგეს. ხო და ერთ-ერთი ისეთი ის არის რომ ახალი მისული ვარ რა თეატრში საერთოდ. ახალგაზრდა ვარ ძალიან. და რაღაცა თავარი როლივით ხო ზუსტად. ხო და თავარი როლი მომცა და მუშაობ დღე და ღამეჭკუაზე არა რაღაცა მოკლედ ვამზადებთ და ნუ თუმანიშვილი შემოვიდა ნახა მე მგონი არ მოეწონა მაგრამ ნუ იქ რაღაც ხომაღლა არ თქვა ხო რაღაცა და იქ მოვიდა ჩაბარების დრო მას ჩაბარება იყო და ეს თეატრი იყო მაშინ კინოსტუდიის თეატრი იყო ეს არ იყო სახელმწიფო თეატრი ამიტომ იბარებდა კინომსახიობთა თეატრი ერქვა მაგრამ კინოსტუდიის ბალანსზე იყო კინოსტუდია ქართული ფილმის და რეზო ჩხეიძე იყო ბატონი რეზო დირექტორი და ის იბარებდა ანუ ეს კულტურის ამინისტროდაც კი მოდიოდა აბა რა ხო რაგან გაუშვათ ეს ხო გაუშვათ ეს არ გაუშვათ ღირს როგორ ორი რამე იმას მოხსნიან თქვენ კი არა მე ხო ეს შიდა იყო მაგრამ ესეც იყო ბატონი რეზო ყოველ ცოტა მოდიოდა იყო რომ აბა რა უნდა გაუშვათ მე არ მახსოვს ამის გარდა რომ ეთქვას ამ შემთხვევის გარდა გაუშვი და ბატონი მიშა და ყოველთვის ნუ უშვებდნენ მაყურებელზე.
ამას ველოდებით ახლა ჩვენც რომ აქაც ნუ რაღაც შენიშნებს გეტყვიან და ალბათ ხო და ჩვენ ეს არის დარბაზში ვზივართ და პაუზა დამთავრდა სპექტაკლი ის ტაში რა ტაშკაც ის თუმანიშვილი ხო თუმანიშვილი გვერდით უზის და ბატონ რეზოზის პაუზა არც ახველებს არავინ და თქვენ სცენაზე ხართ უკვე არა შემოვედით დავშეხედით იქ პარტერში განაჩენის დაღლილები აბა რაღაცა მე გასე უყურებ და ყველა რომელი ფრაზა არ მოეცა ხო რაღაცა გადახინო ბატონ მიშა თუმანიშვილი ჩუმათა პრეზო დაიწყო საიდან დაიწყო ხაფიო როელიშვილი შენ ახარ ეს აკრო თამაშო შენ რას და სადარბი ხარ რას დარბი ხარ რასაკ აიმე მეტი არაფერი არ ხდება სიჩუმე არც რეჟისორს არაფერი არავის სხვა მსახ შენ საერთოდ ბანო გეტენება რა რა გაცვია როგორ დადიხარ რა დეკორაციაში თამაშობ საერთოდ ან ის რა საერთოდ ვინახარ რა რატო ხარ რატო აუ წაომივიდა შენი რა ოფლი და სიმწრის და რაღაცა და ჩემი ოფლი და გრიმი ხო მოყვა გრიმიც და ვუყურებ ბატონ მიშა შევხედე რა აი დასაკლავი ხოსტვალები ხო გაქვს პატრონს რო უყურებს ხო პატრონს რატო კლავთ ახლა მე რაღაც შევხედე და თუმაში ესე გაგეთ ანუ ხმარა მოიღო და ჩაწია თავი და ნუ დამთავრდა ეს ტრიადა ალბათ გამოვედი ყველა ვინც მონაწილეებიც ისე რა სიზო ის თამაშობენ ერთმა ვამშეტა ხო აი არავშულა რაღაც აი ესეთი ვიცა ნუ წამოვედი იქიდან ძალიან დიდი სტრესი ეხა კი ყვევი ხუმრობით მაგრამ ნუ ძალიან დიდი ნუ გული დამწყდა გადის პეტრო რა იყავით 6 პატარა ნუ ახალგაზრდა რა ალბათ აი დაამთავრე და ანუ ინსტიტუტიდან ხო და ვორტი ხავს ბიჭო არა ცნობილია და შენ ერთის გულისთვის ჩაისვარა მაშინ ხორ გამელოხდეთ არა ცოტა მე აი გეტყვი ხა როდის გავ მე ვარ სპექტაკლზე ხო და მოვდივარ ანუ არ მიიღეს ეს არ მიიღე აღარ გავიდეს სპექტაკლი ნუ ჩემზე გადატყდა ხა გასაგები იყო იქ ცოტა ისა მულოს ვარიანტში იყო შენ გეუბნები და აბა ეს დეკორაცია რას გავს რა ხორე ეთქოდნენ რომ ეს შეცვალეთ და ხო და გავიდა რაღაც პერიოდი 6-7 თვე და მოვდივარ ესე საინობა მიყვარდა ძველ თბილისში სიონთან ჩამოვიარე და ხედავ ნუ ბევრი ხალხია რაღაცა მე სკოლის პერიოდშიც კი ღრმა კომუნისტების პერიოდში ჩემს სკოლის წინ ქაშვეთი იყო გადავდიოდი სხვებისგან განსხვავებით იმიტომ რომ ყველა ვერ ბედავდა ყოველ სანთელს ვანთებდი ეგრე ხა დიდათე მაშინ არც ის მქონდა წაკითხული რა ქვია ოთხთავი და არაფერი მაგრამ ნუ აი ეს ეს სინათლე გიყვარდა ხო და ჩამოვიარე ხა სიონთან და მეთქე შევალ რა მარტო ვარ და შევალ მეთქე სანთელს ავანთებ მივედი ბევრი ხალხია მეთქე გასვენება ხო არ არის რაღაც დაგზავნა არა შევიხედე არ არის მაშინ მეთქე შევალ და რაღაც შევედი ნუ ძლივ შევედი იმიტომ რომ ალ რაღაც დღესასწაული იყო ალბათ რა ნუ მე არ ვიცი შევედი ეს სანთელია და ავანთე რაღაცა შორიდან კია ვიღაც მეძახის მოხედე კლასში ბატონი რეზო ჩხეიც ხო და უი გამარჯვებათ მეთქე რა დავანძები ამსა კია გეხვეწები რა მოვიდა ახლა მაბადე და შემინდე თუ რამე გაწყენი როგორ გეკადრებათ ბატონ რეზო მე ვთხარ რა ზანებთ აი რაზე მელაპარაკებით ეხლა ეხლა შემოსულია რანა თემას უნდა ხოლმე წავედი მეორე იმასთან რა ქვია ხათთან მივედი გამომყვა გეხვეწები რა მაპატიე და შეგთხო რა არა ბატონ რეზო რა გაქვს ვერ გაპატიებ შენ არა რა გაქვს აბა მე ამით ვეუბნები რა გაქვს აბა როგორ გეკადრებათ რა
კიდე მომდა თელ ტაძარს გამზდებს კაცი და ხალხი მიყურებს აპატიე რა შეუხერო რა რაღაცა მიყურე არავითარ შემთხვევაში მე ვეუბნები რომ რა გაქვს როგორ გეკადრება და დაამდიან მომზდებს გეთქვა კითხო კაცო რა ნუ აი ამ ხელა კაცი ხომ აპატიე მაგრამ აბა არავითარ გამოვედი გარეთ უკან და გია რას ზანებთ და გამოვედი და მეგობარი შემხვდა მოდეს ძვაკაცი ხო და ვა გია როგორ ახლა გილოცავ და მეც გილოცავ რა დღეა მეთქი შენდობის დღეა მე მაინც გარდაცვალებამდე არა რას ქვია მე ხარ იქ რა მაინტერესებს სანამ მაგას გავხსნე აი იშვიათად ქონია მაგრამ აი იყო ჩემი კაცო და მე ძალიან დავმეგობრდით და ბებიაჩემი ჩხეიძე იყო და რაღაცა და მოკლედ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რო არ გონდა ასეები ვიქნებით. ბებიაჩემი ხეიძე იყო. მართლა. ერთასოშია კაცო. დიდი არაფერი. ისა რა ქვია? ცუდ სპექტაკლს რო თამაშობ. ნუ იშვიათად. გრძნო პროცენტი სპექტაკლია. კარგი გონია. არა მართლა მაინტერესებს. შენ რო ცუდ ხუმრობას იძახი და რეაქცია რო არ არის. აბა ძალიან მომწონს და რატო ვიტყვი? როგორ ხო გითქვამს და რეაქციაზე და უცოტ არანაირი რეაქცია. არა, ამას სხვა შემთხვევაში ჩდება. არა, გზნობ. ხო. ყველაფერს გზნობ. და რაღაც ყოდი. ეხა იცი რასაც მაყურებელი გიჩის ხელში იმასაც გზნობ. გიჩი ასო კარგი გაგებით, აი რომ მოხმება. აუ ისეთი კაია. ისეთი შეგზნება. ერთიანდები რა. და ისეთი ის შეგზნება გამოხედ ძალიან მაგარი სპექტაკლი. მაყურებელია რაღაცნაირი რა. სულ ჩვენ ყაცოს უყურებელს ვაბრალებთ და სულ იმას და სულ არ არის ეგრე. ო შენ ვერ ქენი. სცენაზე რაც ხდება და თეატრში რაც ხდება, ის არის დამკვეთი. როგორც რესტორანში რო შედიხარ და შეუძლებელია შენ ტყუანი იყო კლიენტი. ისი არის შეუძლებელი კაცო. შეუძლებელია რომ რანაირად არ მოგეწონა. აი არ მოგწონა. ეს ჩვენ გამხდარი ხალხი. ის რო შევა და თან ეს რესტორნის მეპატრონი. ესია მაყურებელიც რა, მაყურებელია დამკვეთი. არ მოწონხარ მორჩა რა. ამიტომ უნდა ეცადო რომ გააკეთო კარგი და კარგი პროდუქტი. შესატყვისი სადაც აკეთებ. ჰა? იმის შესატყვისი სადაც აკეთებ რა, ეხლა მაყურებელს გააჩნია. თუ სტუდენტური სპექტაკლია და შენი იმისთვის აკეთებ. საქაბაბიში ტორტი არ უნდა გააკეთო. ამას იცახის. იგი ხო. ეხლა შვილებზე მითხარით ისა. აი მად როგორც мама მაყურებელი რა გძნობაა. შენ საქმეს როცა აგზელებს რა შენი შვილი. აუ დედაჩემი იყო როგორც ეგეთ შობლის ესე სპექტაკლზე ხო მე ვიყვანე დედა არ იყო როგორი სხვა პროფესია ხო ხო და აბა როგორ არაფერი არ მახსოვს ფერიულობდა ეს ხო და აი სულ ეხა მე მაინც ამ ჩემ პროფესია გააგრძელეს ამათ ხო და მაინც ასე თუ ისე რაღაც ხანად და ძალიან ნერვიულობ რა ორივეზე გულწრფელად უფრო მეტად კიდე ვიდრე ჩემ თავზე მინერვული ხო რაღაცა პასუხისმგებლობა რა შვაშია ხა ხო მაგრამ ნუ მშობელი ეგრეა ხო რა რამდენი როლი არის რაც თქვენს კი თამაშიათ და თქვენ შვილმაც ითამაშა ამ პერსონაჟს ერთ საერთო აი დაუშვათ ზურიკება თქვენს ის მესმის გავიგები უხდი და არ ასმინდა ანუ სხვათა შორის ყოფილა რა კოკო ხო დგამს კიდე ისტორია სპექტაკლი რაც მე მითამაშია რა სპექტაკლი რა პიესაშიც ის პიესა დაუდგია მე რომ ნუ სხვა თავის ინტერპრეტაციით ხვებთან რა ასო ახალგაზრდა მსახიობებთან ეგეთი ყოფილა ისა იუნესკოს ორთაბოდვა ჩვენ დროს დადგა მედანინო ბურდულთან დადგა ოთარ ეგაძე ახალგაზრდობაში და ეხლა ნუ რამოდენიმე წლის წინ კოკომ დადგა ორთაბოდვა ოღონდ თავის აი ქალაქებით თამაშზე შეგვიძლია გადავიდე ეს გვაქვს კინო თამაშია ოღონდ ცოტა უცნაური უძოგორი სათაური გამოვა ხო და უნდა თქვა ჩვენი ვერსიები რა ხდება იმ ფილმში არა გვაქვს ნანახი სავარაუდოდ არა არსებული ფილმი არის ხო თუ გვაქვს ნანახი და რა გიმართლათ კი მოყვებით მაშინ არც არის საინტერესო ხო და თუ გახსოვთ არა მოიცა იმას შეიძლება ნანახი კონდეს არა მე მოყვებით ეს უნდა კი არა ეს არის წლობით დაგროვილი გამოცდილება მეხსიერების ამბავი იმისი ვიცი
ხო და მე ვიცით ახლო იქნება. ახლო. ხო. სიუჟეტი უნდა მოყვე? ხო. რა ხდება? ჟანრი? სინოფსისი ერთ წინადადებაში, ხო? არა მარტო ჟანრი უნდა მოხდეს. ანუ სინოფსისი ერთ წინადადებაში ხო, რა. კაი. ნუ ვიცით ახლო იქნება. ხო, ის მოიგებს. მიდი. The man who stayed at goats. ადამიანები რომლებიც თხებს შეხურებდნენ. ჟანრი არის კომედია ომი. ეს ძველი ფილმი იქნება. არა, სხვა შორს ახალია. ეხლა ნანახი რა? ამის წინა სერია ადამიანები რომლებიც როხებს შეხურებდნენ. იმდენად კარგი გამოვიდა. რა? ჯერ გამოუშვეს ადამიანები რომლებიც ერთი სერია? ფილმი, ხო? ფილმია ხო, სრულმეტრაჟიანი სერიის ფილმი. ტრილოგია რო იყოს, ხო, ტრილოგი ხო. არა, თხებზე შეიძლება ორი სერია პრინციპში. კომედია ომი. ადამიანები რომლებიც თხებს შეხურებდნენ. რაღაცა იმას გავს რა, მისტერ პიტკი მტრის ზურგში, რაღაც ეგეთი ის არის რა, ისიც ომზეა და ისიც კომედია. სადაური ფილმი იქნება ხეს. ო, მე მგონია ბრიტანული. მეგრული თხებზე მეგრული ეგენი არა, კარგად ბრიტანული აკეთებენ. შოტლანდიაში ხვარი არის. მე ვიტყვი რას ვფიქრობ რა თქვი, სინოფსისში რა ხდება? ნანახი გავს. რა თქვი ფილმი. არა. თხები მიყავთ ომში. ჩემი ფიქრით. აჰა. რაღაცა ინგლისში იქნება სპეციალური ან საბერძნეთში სპეციალური ქვედანაყოფი თხების. და ამ თხებით უნდა შეუძლო. რატო ძესასმევენ ომის დროს თუ რატო? ირხინებიან. ხო და აი ამ თხებზეა როგორ მიყავთ ჯარში, როგორ ემშვიდობებიან თავის იქნებს. გავიგეთ. ჩემი აზრით ეს არის მეცხვარეებზე. ხო? რომლებსაც თავს ომი დაატყდათ და ცდილობენ რომ თავიანთი თხები გადაარჩინონ. კარგია. გერმანელები მოდიან იქიდან და სასაცილო რა არის ამაში არ ვიცი. კომედია. გერმანელები არიან სასაცილო. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდა ეს არის მეცხვარეებზე რომლებსაც უნდა თავის თხები. მე თხები მაშინ. ხო და მეცხვარეები რაღაც ესე სულ ომზე ვაყვებით ეხლა თქვენ გონიათ რომ ეს ფილმი არის ომზე. ჩემი აზრით. არა, წერი აი ომი არის ომზე. კომედია და ომზეა. ომზე მომედი. უი ხო. ჩემი აზრით არის ტყვეებზე არის. ტყვეები დაიჭირეს. შიურები შეყურებენ თხებს რომ ძედალიო. ხო, რომ აუ ერთი თხა ჩამოაგდე. არა, ღობის არა, ღობის იქით დახოთ. შეყურებენ არის რომ ესე დაბლა არის, ამიტომ ორმოში არის. ხა, კაი. და ისინი ცოტა ამაღლებს. ხო, ალბათ. ჩემი აზრით ეს არის სასაცილო რა არის არ ვიცი აქ. ხო, ეგ ის არის. რაღაც ტომთან ჩადის კინო. და რა აქვს პროექტორი და თხაზე უშვებენ რა. თხა ხო თეთრია. აი ეს ცნობილი ფოტო რო არის ძროხაზე რო უშვებენ და ადამიანები თხებს შეხურებენ რა. კინოში კინო. კი, ძალიან ცნობილი. და ომი? ომი? ომზეა კინო. ომზეა ის ფილმი. და ომზე რამდენადაც დაძაბულია, მე კონტრასტია რომ თხაზე რო უყურებ ომს. კი. და თან ეს თხა რო დარბის ეს ოპერატორი ხო აყოლებს. ხო, კარგები ხართ. თქვენ გაქვთ ვერსია? მაი რა ვფიქრობ ეხლა იცი ადამიანები რომლებიც თხებს შეხურებენ. იცი რა მე მგონია რომ მაინც ეს ფილმი არის თხებზე და არა ადამიანებზე. ანუ აი მებრძოლ თხებზე რა. მე რა ვსვენ ჩემ გეხარ. მებრძოლ თხებს შორის ომი მიდის და ადამიანები დოკუმენტური ფილმია. ხო. ადამიანები უყურებენ თხებივით. თხებივით უყურებენ ადამიანები ამ თხებს. ადამიანები უყურებენ ვირებივით ამ თხებს. როგორ მომობენ? ნუ შეიძლება აბა ნახოთ პასუხი აბა რა ვინ არის ყველაზე ახლოს? სიუჟეტი სპეცრაზმის ოფისო აღარ მივდივარ. დაიდუმლო დავალებას ასრულებს. გაზეთის რეპორტიორი კი კვალდაკვალ მიყვება და ცდილობს გაიგოს თუ რა მისია დააკისრეს მას. სად არის ეგ თხა? აი უნდა უყუროთ ამ ფილმს. ბოლოში არის თხა. ბოლოში თხა არის. ეს სხვარია სხვა. ბიჭო, თან ჯორჯ კლუნი თამაშობს ხო და? ვაჰ. ნუ ყველაზე ახლოს მე ვიყავი რა სპეცრაზმი. მე ვთქვი რომ თხების სპეცრაზმს აკეთებ. თანახო კი ამაზე სულ ახლო ხარ შენ თვითონ რაც ფილმი. აქ კიდე აბნეულად წე. ხო, აქ არის შენ აი ამათ რომ მოესმინა. ამას კინოს არ გადაიღებ. შენ ისე კარგად ჩამოაყალიბე რა. შემდეგი. არც ერთ სკოლა არა. შემდეგი არის Quaxer Fortunes ბიძაშვილი ყავს ბრონქსში. ესეც კომედია მეუდა. Quaxer Fortune თუ გამოვიცანით ვინ არის შეიძლება აეწყოთ რა. ვინა?
კვაქსერ ფორტუნი. ფორტუნი მახსენდება ერთი ისა. კვინტონ ფორტუნი იყო მანჩესტერში. სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი. ან ისა იღბლიანი ფორტუნა რა. კვინტონ კვაქსერი იღბლიანი. ბრონქსი ხო ის ბნელი უბანია ცოტა. გააჩნია როდინდელი ფილმი არის. ეხლა ისეთი ბნელი აღარ არის და თუ ძველი ფილმი არის. ალბათ ხო ცოტა ეგეთი იქნება. სად მოულობთ ამ ფილმებს გამოგება? სპეციალურად არის შერჩეული. აბა ეხა ის რო იყოს ხომ მიხვდები, ხარწაღებულნი არის რომ ქარმა წაიღო. ხო. არ არის ეგ, მაგრამ ტიტანიკი არის საუკეთესო მაგარი. ტიტანიკი გასაგებია. გემზე. მე მგონია რომ აიციან მაგათმა ბიძაშვილმა ამიდაშვილობა. შეიძლება ნაღდი ბიძაშვილი. მაგაზია რომ მივიდა და არ გამოადგა ბიძაშვილი, გამოაგდო იმან სახლი. და მე იმღერეს. მე მგონია რომ ეს არის დაპირისპირებაზე. მუსიკალია. ორ ბანდას შორის და კვარქსერს თუ რაც ქვია, იმას ბიძაშვილი ყავს ბრონქსი უბედური უბანია და იმის ტრაკით. ხო, იმაშუება რა, ბლატაობს. აი ესეთი სიუჟეტი მაქვს მე. მე მაქვს ესეთი რომ შენც ეგეთი გაუხარდა. მუსიკოსი არის ეს ფორტუნი. აჰა. და დრამერი არის ბიძაშვილი. ჯაზზეა, ხო. ჯაზზე და მელოდრამა. და ისა ბიძაშვილი დაეხმარება რომ სცენაზე გამოვიდეს. მე მგონია რომ კვაქსერ ფორტუნს ყავს შეყვარებული. ხო. მდიდარი ოჯახიდან არის გოგო. თვითონ ეს კვაქსერი ღარიბი ბიჭია რა. უბრალოდ როგორ იცი, მამამისი შეძლებული კაცი იყო, მაგრამ ადრე გარდაიცვალა. ეს ის ფილმი ხო არ არის. ხო და არა ოჯახი წინააღმდეგია რომ ამან მოიყვანოს ეს გოგო ცოტა და გაიპარებიან და ისინი საწავიდაო და გადავა ბრონქსში. გაიტაცეს თამარქავს ყვება. არა, გაიტაცეს ის ძალით და ეს თავისით მიყვება გოგო. აი რადიკალური განსხვავება. ჩიორას ყვები აბა. ხო. და ისინი მე ეძებენ იმას ბრონქსში და ესენი ამას, ესე უნდა მოყო, ისინი ეძებენ იმას, ესენი ამას და იმას ბიძაშვილი ყავს ბრონქსში. ჩემი აზრით ბიძაშვილთან იმალება. აბა თქვი. კვაქსერ ფორტუნს მოუკვდება мама. ვა. და ეს დაიწყებს გამოძიებას. კომედია რო არის კაია. აჩრდილი გამოეცხადება და მელოდრამად შემოიტანა. ეუბნება რომ მამის თუ ჰამლეტის. ჰამლეტი მამას ქვია. ჰამლეტ კომედია მაგაში. ჰამლეტი მამას აქ. აკონ გოგოა აქ ის დაზარალებული. ჰამლეტ ფორტუნი. და მამამისი ეუბნება რომ წადი ბრონქსში იქ შენ ბიძაშვილი ყავსო და ეს საიდუმლოს სამოხსნაში დაგეხმარებაო და მიდის და ვერ მიაღწევს იქ. ვიღაცა ბიჭი შეუყვარდება გზაში და მამამის სულ დაავიწყდება და მე ქორწილია და ამ დროს ბიძაშვილიც მოდის ქორწილში ოღონ იმის ბიჭის მხრიდან. სხვა ჩემი ვერსია. იცი რა, მე მგონია რომ აი ეს ფორტუნი კვაქსერი კვაქსელი. შენ შენი სიახლობლად თქვი? კვაქსელი. შენ ახლობელს ვეუბნები კვაქსელი ფორტუნს. ასე მგონია რომ მილიონერია. დიდარია და ნუ მაჰეტენზე ცხოვრობს და მელეხი. ხო რაღაცა საოცარ და საერთოდ მთელი მის ნაცნობამ ძალიან დიდარია. ერთადერთი ბიძაშვილი ყავს ბრონქსში. და გადმოყვანა უნდა. აი რა დაახლოებით და კარგი მას ვერ შეულობა ბინას. ხო, იმას აი ის არ მოყავს ბრონქსში და ის ვერ დიდარია. ის ვერ ისეთ ახის ბრონქსში წამიყვანეთ იქ კარგად გავხდები. ერთ მოტყუებით წამოიყვანენ და მაშინი და აბა ნახოთ. აბა დათოა? კაც რომელიც ცხენებს დასდევს ნაკელის შესაგროვებლად ამერიკელი სტუდენტი შეუყვარდა. აჰა. რა შვეში და მიდიან იმასთან. ეს რა შუაში? რა შვეში სიყვარულზე არავის არაფერი არ როგორ გითხარ. არ მეთქვია? ღარიბ შეუყვარდება მდიდარი. ცხენებს უვლიდა და შეუყვარდება ცხენების პატრონის. ბიძაშვილი რა შვეიშია გამაგებია ბიძაშვილი არც ერთთან არ არის შუაში, ამაში საერთოდ არ არის არა ნახსენები. სათაურში რა შვეშია ბიძაშვილი
რა მნიშვნელობა აქვს? შინაარსი ხო გავარტყი და ბიძაშვილი აღიქო რა. დათო და აქ ერთი კულა. კი. ლაბაძე დაწინაურდა. ილოცავ. წავედი მე ჩემ TikTok-ს მივხედავ. ვა, საშინელებათა ფილმია. ვა, კლონები კოსმოსიდან თვითონ სათაური გვეუბნება რა ხდება. ხო. კოსმოსიდან მოდი. კლონები და ვიღაცას მოკლავენ, მოგასწავლეთ. ეხლა გინდა თან ბიჭო, ის არის საშინელებათა ფილმებს, აი, ტუპად ქვიას. არა და მოკლავენ მე არ მომწონს. მე ხან გავაზაშინელებ. მიდი? შეჭამენ. კი, კარგი. არის კლოუნების პლანეტა. არის კლოუნების პლანეტა, ყველა კლოუნია. მეც მოუმატებ ჩამოდიან და ყველას ხოცავენ ეს კლოუნი. ერთ კაცს კი არ შეჭამენ და მოკან. ყველას ხოცავენ. აჰა. აი ეს. და მე ჩამოდიან იმ ბრონქსში, ნიგოზეთში ხო არ ჩამოვლენ. ცირკში ჩამოდიან კლოუნები და თავიდან აცინებენ და მერე ხოცავენ. ცირკი წავიდა, კლოუნები დარჩნენ. ხო არის ეგეთი გამოდი. კლოუნები თუ არიან ლას-ვეგასში ჩამოდი. კარგი ხარ. რატო? ეხა ეს ცირკი ლას-ვეგასში იყო, ეგეთები არ დაიწყო მე. არა, ბევრი ცირკი იყო ლას-ვეგასში, კარგი ფულის საშუალება. შაპიტო. რაღაც პერიოდი ცირკისთვის. ლას-ვეგასია ჩემი. კაი, ქალაქებით უნდა გამოვიდე. მე ცირკი. მეც ცირკში. აი ცირკშია რაღაც წარმოდგენა, სადაც კლოუნები გამოდიან, ყველას თავიდან უხარია და მე მე ხოცავენ ამ ცირკში ვინ შედის ყველას რა და რომელი ქალაქის ცირკია? ა? რომელი ქალაქის ცირკი? რომლის იქნება ეხლა? შენ ეგ უნდა მიხვდე. ეგ არის ფილმი მაღაზია არის რა. მაღაზია. კითხვა დასვი ეხლა. მაშინ ნახევარ მე არ მეგონა. უკვე გულებს იყოფენ იცი. არა, ბიჭო. ქალაქი თუ ვერ გამოიცნო რა. მოდი, ვინც ქალაქს გამოიცნო. მე არ მაქვს პრეტენზია თუ ლას-ვეგასში არ ხდება 0. კონკრეტული კარგი, მე ვიტყვი. ცირკი. ხო. ცირკი, ნებისმიერ ქალაქში. ეხლა როგორი ცირკი? მე ვიძახი შაპიტოს. მოძრავი ცირკი, გარდამავალი. არა, უკვე სტაციონარი. კლოუნი იმდენად მოძრავია რომ ეს სტაციონარი. აბაცე მაგარ იცის რა თქოს, ყველა ვერსია დაფანო. აბაცე ვერ აეკიდა ვერავის. მე ვფიქრობ, რომ ტრასაზე დგე. ჯიგარი ხა. რომელ ტრასაზე ბარემ გითხარ? რომელი ტრასის? ტრასა 66. ნახე როგორ ამერიკული გახადა. ტრასაზე დგები და ნაჩერებენ მანქანებს კლოუნები და ხოცავენ. ანუ შენც ფიქრობ რომ კლოუნები არიან? სათაური მე კი არ ვფიქრობ. არა, მასე წყაროში ბიძაშვილი ვარ არ ჩანდა. ხო, შენც ამბობ კლოუნები დგები, მე რო არ დაიწყო მე ვთქვი კლოუნები. ნახე როგორ ამოგიცნო. პროფესიონალი ადამიანი ხარ. ეს კაი მოვიდა. მესამე თამაზე მოვიდა ასერზე. ვიან ვიდრე არ გამოიჩინა. აქ ხალხი მოდიოდა, პირდაღებულები მიდიოდა, ბოლომდე ვერ ხდებოდა რა ხდებოდა. და იმასაც ამბობ რომ კოსმოსიდან არიან. კლოუნები არიან კოსმოსიდან. ემატება მარტო ეს რომ 66-ე ტრასაზე დგება. არა, ნებისმიერ ტრასაზე ხარ. თბილისის ქუჩებს ვებწონავ და 66-ე ტრასაზე რაც გავარ. არა, მე რო არ გადა. ის ხო სასტუმრო კოსმოსიდან ხო არ არის? არა. არა. აბა გამოუშვი ბას. ეხლა რო ტრასა იყოს, მართლა გული გამისკდა გამოგიჟდება. პატარა ქალაქში გამოირიცხა ლას-ვეგასი. ჩადიან უცხო განტერები, რომლებიც ცირკის კლოუნებს გვანან და ადამიანებზე ნადირობენ. მე რა, ერთი ძამი. ცირკში ჩადიან, ცირკის კლოუნებს. ცირკის კლოუნები გარეთ კი არ დადიან, ცირკში არიან. იმიტომ გვანან ცირკის კლოუნებს და კლოუნია. კლოუნი ტრასაზეც რო იდგა. არა, შეუძლებელია ცირკის კლოუნი ტრასაზე. ცირკის კლოუნის გარდა რა კლოუნი გაგიგე. კლოუნი ცირკის გარდა სადღე. ერთი რა გამიგ დაბადების დრის კლოუნი. კი, როგორ არის? ისევ შენიანი თუ. პოლიტიკოსი კლოუნი არ გაგიგია. კი, რიოს კარნავალის კლოუნი. ხო. და მთელი რიგი კლოუნი. ერთი ძამი შენ რომელ ქალაქში ამბობდი? ლას-ვეგასი. ლას-ვეგასი. აი, ყველაზე დიდი ქალაქი რო ყოფილიყო, შანსი ქონდა. არა, ეს პირველი მე ვამბობ მე-18 საუკუნის ლას-ვეგასი. ლას-ვეგასი არის მე-20-ის დასაწყისი.
ხო და ჯერ კიდე რომ პატარა იყო ჯერ კიდე ხო. აი არ მინდა არავინ არ არის ჯერ ვის მე არავის უნდა დაუგეჭეთ ცირკის კლუბში არა კლუბი. ცირკის კლუბნებიო, ცირკში არ ჩამოდი. პატარა ქალაქში ცირკი საერთოდ არ იყო ხალხო. რა მოგივიდა? როგორ გეგადრეს? ესე იგი ცირკი არა. თუ არ იყო ესე იგი შაპიტო არ შაპიტო არ იყო. აი შემდეგ ეხა ბოლო ჩვენი მტრისთვის იყოს ბოლოა. ბოლო არის დრამა მსუქანი გოგონა ვა დავასწრო ყველას გამხდარ ბიჭს. აი ნახე როგორი ფილმის აუტლაინი შემეს არის გამხდარ გოგონაზე რომელიც სულ დასცინის მსუქან გოგოებს და კარმა მერე ისე იმუშავებს რომ ეს უცბად გასუქდება და იმ უბედურებას გადის და ცინვას და ყველაფერს რასაც მანამდე თვითონ რატო ტირი ხარ სამო? და ბოლოს სუქან გოგოზე რამდენი ხანს დიეტაზე ხარ? დღეს მაგარი შემოვიდა 3 კვირა დიეტაზე ვარ არ დამირღვევია მაგრამ 1 კილო ვერ დავიჭერ მაგაზე ამაზია ეს კინო და კარგი სიუჟეტი რით თავდება ბოლოს ხო დრამა არის არა ბოლოს მიხვდება თავის შეცდომებს და ისევ გახდება ისე გახდება ხო აა კარგი ვა ჯაური საღამოს ნახავს. ევასა. როგორ ჯანელ რაშები რაღაც უგაგოგოზე რაღაცა ფილმს უყურებ ესე გეუბნება ტანკირის. კარგი ვერსია იყო. აკაბასი მაგრამ არ მგონია რომ ეს მაგ ესე სპარტაში იბადება მსუქანი გოგონა და უნდათ გადაგდება ნახე რასაკ გადაგდება. მაგრამ იმდენად მსუქანია რომ ვერ აწევენ სპარტანელები არ ეტევა იმ ნაპრალს. არა ჯარნები და გაიჭედა გაჭედილიო და რო და ეგ არის დრამა როგორ ცხოვრობს ორ ქვას შორის გაჭედი ბიჭო ძალიან პირდაპირ უყურებთ რა. აბა შენ რა გაქვს სუქანი გოგონა არ არის გოგოზე. გემს ქვია. აჰა სუქანიც გემს ქვია სუქანი გოგონა გემია რა. და სუდამინში მოხდება ჯანელ. ეგ ტიტანიკია. აი ის დიდია ეს პატარა გემია. და იბძვის და გადარჩება რა. მაგრამ იმას კარგავენ. დრამა ჩაიძირება და ამიტომ სუქანი გოგო ცუდი სახელია და შემდეგ გემს დაარქმევენ ტიტანიკს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუქანი გოგო თუ გოგონა არის სხვა იმაში გოგოც შეიძლება იყოს რა მაინც ქათარგმანში როცა სუქანი იმას ვინც თარგმნა იმას ხო ფილმი ნანახი აქვს აგერ არის და არ ამგონია ეს აქ წაკითხული პატარაზის რო უწერია გვერდით ანოტაცია მე მგონი აქ არის სუქანი გოგონა ესეც მაგრამ რაღაცა კეთილი გულია არა პირიქით ცუდ საქმეებში ჩადის მეც თქვა ჩემი საყვარელი გოგო ხო მიდი საყვარელი გოგო რომელიც ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს აი სუქანი გოგონა რა დრამა ბუნჩულა მე მაქვს ესეთი რაღაცა რომ კლასში გადმოდის იწყება 1 სექტემბერია და მასწავლებელი შემოყავს 1 სექტემბერს რო იწყება სუქანი გოგო ეს ძველი ფილმია საბჭოთა და მე ფილმი არის ამ გოგონას და კლასის ურთიერთობაზე რომელიც თავიდან დაძაბულია იმიტომ რომ გოგონა არ არის გამხდარი მაგრამ მე ამ გოგონას თავისი კარგი თვისებებით დაუახლოვდება მთელი კლასი და ბოლოს ერთად მღერია. ცეკვავენ ინდურები. მაგრამ დრამა. ერთად ცეკვავენ და ამდენს დაეცემა მეტეორი და უხარისხო დაშენებული სკოლა და ჩამოინდროს და 2 წელი დაიღუპა. იგი თურიც აღარ არის. 2 გამხდარი. ხო. რა არის ინამდვილეში? ამბავი ორიდის დაძაბულ ურთიერთობასა და მეტოქეობაზე არ დადეგების დროს. ვა, არ დადეგები არ გამახსენე. არ დადეგები და ყველა იყო დახსენები. ჩაუწოდე. ამის მეორე სერია. სხვა კლასში რო განძელება. არ დადეგების მერე გადაყავს. კი, 10 წლის შემდეგ და დამთავრდა კინოები? დამთავრდა. საჩუქარზე გადავიდეთ. ოპ
აბა სიგემრიელები აუზი გაწიე. ნიკორა სუპერმარკეტებიდან გვაქვს საჩუქარი ჩვენი სპონსორია. მე ხითა ვარ მოსული, ამას ვერ წავიღებ ამდენს. სხვანაირი მას ჩაგიდებ გადავაცას. არა, ეს სუჩემია? კი. მე რო დაგინაწილოთ ყველას არ შეიძლება. აი ვიღაცები. თქმა შეიძლება და გეტყვით როგორ გავანაცვლოთ. გავანაწილებ თქვენ ადგილას. როგორ გავანაცვლოთ თქვენ არტას არავთ. ისე რომ მე არ დავზარავ. ეს არის პოლონური კომპანია, ეხა ტრენდი ნიკორაში არის რომ ევროპული პროდუქცია შემოდის. ეს არის პოლონური კომპანია. ნახე პიატნიცა კი აწერია, მაგრამ პოლონური. სხვანაირად იკითხება. პოლონური. პიოტნიცა ხო? პიონტნიცა. პიოტნიცა, მაგრამ პიატნიცა. ჯობი ესე უთხრა მაყურებელს, იმიტომ რომ მოძებნას უნდა იწყებენ პიატნიცა. პიატეკი. ხო, თქვა პიონტნიცა. აქ არის. ის აწერია, ვადა აწერია. ვადა რა თქვა, რა გწყვეტ. მე რძის ნაწამს რო ვყიდრო, ყოველს ვადას უყურებ ხოლმე რა. ვადა საოცარ. ლექსი 26. ვა, ნახე. ხედავობა კაი გაქვთ თუ არა, ხა გამადიდებელი. საათვალით დავდე. აქ არის იოგურტები ნატურალურზე თავისივე ფერმებიდან. ეს არის ძალიან გემრიელიო მითხრეთ. ეს პოლონურია ხო? ეს სანტე და ის არ არის ჩვენი. სანტეც პოლონურია. არა, ის სხვა სანტე არის. ის ის სხვა სანტია და ჩვენი სანტე. სოფლის ნობადი და ის სხვა არის აი. ეს არის პოლონური ხო? ეს არის პოლონური. ეს არის ძალიან გემრიელი. გასაგები. ეხლა რომ გავიყოფთ ამას მე არა, საგან გავიხო. რადგან პოლონური ეს არის მარცვლოვანი ხაჭი. არაერად, არა, всё, გავიგე. დიდი მადლობა, მე მეგონა ეს არის ძნარი ყველი. გავიგე. ეს დიდი მადლობა. მიირთით. ერთი მაინც არ მეგონა. ამდენი იწვალა. ისე კარგად ამიხსენი მე ვებს ვეღარ დაგიგე. ხო, სხვა შორის მართლა. არა, ეს ხო პროტეინებით სავსე, მართლა ნატურალური. ეტყობა. უცებ რო გინდა რომ პროტეინებით შეივსო. ეტყობა. ხო, მორ გინდა კა. შენ არ გჭირდება. ხო, რომ ვერ იცახი რომ შია და გინდა რომ პროტეინებით შეივსო. შენ არ გჭირდება პროტეინი, ამიტომ მიმაქვს. ესა ბიჭები, ჩემი პროტეინი სად წავიღო? ეს იცი რა უნდა გრა, ვარჯიშის მე. ხო და ამიტომ არ მიმართ. ვარჯიშის მე. ამიტომ არ მიმართ, რომ დავიწყებ ვარჯიშს გამოგივლი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ხო? ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით სტუმრად. წარმატებებს გისურვებ. ეს 12%-იანია, ეს 18-იანი. ამით დროინდელი გაყოფისას. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.